საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა მერაბ ბობოხიძემ თანამდებობა დატოვა. სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით მას თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა იძულებით მოუხდა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას არადასტურებს არც თავად ბობოხიძე და არც კომპანია. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი ამბობს, რომ მერაბ ბობოხიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ხოლო რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, მისი წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება. თავისი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა ბატონ მერაბ ბობოხიძემ, რაც შეეხება აისახება თუ არა ეს თოქსაცის გამომარაგებაზე მოხდა თავისთავად აისახება პროექტი მიმდინარეობს, გაზის დაფინანსების საკუთარ მასშტაბური მოგხსენება 20 მილიონი ლარია გამოყოფილი დონორი ორგანიზაციებიდან, პროექტი შოუ რეჟიმში მიმდინარეობს და ეს არანაირად არ აისახება ბატონ მერაბის საკავშირის არანაირი კავშირი არ აქვს ამ ფაქტებთან.